Ciao a tutti! მოგესალმებით მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბაზმანის არხზე. დაგიბრუნდით ახალი მინი გაკვეთილით. დღეს მინდა გავარჩიოთ ორი ერთმანეთის მსგავსი ზმნა, მსგავს გულისხმობ ჟღერადობით, რომლებსაც საერთოდ განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ. სპინჯერე, რომელიც ნიშნავს მიწოლას, გაწევას, და სტრინჯერე, რომელიც ნიშნავს მოჭიმვას, მოჭერას. პირველი ზმნა spingere, განვიხილოთ მაგალითები. La macchina non parte, dobbiamo spingere. მანქანა არ იძვრის, უნდა მივაწვეთ. Dobbiamo spingere. ან მაგალითად. Spingi e la porta si aprirà. მიაწექი და კარი გაიღება. ან მაგალითად. Spingi bene, altrimenti non si apre. კარგად მიაწექი, თორემ არ გაიღება. ახლა კი გადავიდეთ მეორე ზმნაზე, stringere, რომელიც პირველჯერ მნიშვნელობები ვთქვათ, ნიშნავს მოჭერას და მოჭიმვას. მაგალითად, queste scarpe mi stringono. ეს ფეხსაცმელები მიჭერს. ან stringi la mia mano se mi senti. მომიჭირე ხელი თუ გესმის ჩემი. ან bisogna stringere di più, è ancora larga la cintura. აუცილებელია რომ კიდევ მოიჭიმოს, ჯერ კიდევ განიერია ეს კამარი. ანუ მეგობრებო, რომ შევაჯამოთ, ზმნა spingere ნიშნავს ესე იგი მიწოლას და გაწევას, ზმნა stringere ნიშნავს მოჭერას და მოჭიმვას. დღეისათვის სულ ეს იყო, იმედი მაქვს მოგეწონათ დღევანდელი მინი გაკვეთილი, აუცილებლად მოიწონეთ და გააზიარეთ თუ თქვენთვის საინტერესო იყო და აქვე შეგახსენებთ, რომ იტალიური ენის უფასო ვიდეო გაკვეთილების ნახვა შეგიძლიათ ჩემს YouTube და Facebook არხზე ბაზმანი. Ciao!